ნიკამელია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ბატონო ნიკა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ, გამარჯობა. ბატონო ნიკა, თქვენთან რამდენიმე საკითხზე გვინდა საუბარი, მაგრამ პირველ რიგში დავიწყებთ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრით და კითხვების დასმით. ეს მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ახლა უბრალოდ ელოდებიან ნუგეშს ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას, რომელშიც ისინი იმყოფებიან და პრაქტიკულად ეძებენ საშუალს და გამოსავალს ამ ურთულესი მდგომარეობიდან. გულისხმობ ეკონომიკურ ნაწილს მთელი ამ ასე ვთქვათ ბრძოლის, რომელიც არის გამოცხადებული COVID-19-ის წინააღმდეგ. მე მოვისმინე არაერთი ოპოზიციონერის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. მათმა უდიდესმა ნაწილმა თქვა იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ გეგმას არაფერი აქვს საერთო რეალურად კრიზისის მოგვარებასთან. თქვენი აზრი როგორია ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე მაინტერესებს, რაში მდგომარეობს თქვენი არგუმენტაცია ამ მიმართულებით, თუ კი თქვენს ფიქრობთ, რომ რეალურად ეს არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ ყოფილა, რაც ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მხრიდან. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არ იყო გეგმა, როგორც უკვე გაირკვა. ეს არ იყო არანაირი ანტიკრიზისული გეგმა, ეს იყო სადღერძელო, სადაც უბრალოდ ღვინო არ შეისვა. და თუ კი პოლიტიკური ენით გინდათ გითხრათ, ეს იყო პროპაგანდისტული პრეზენტაცია, რომელიც გამართა მილიარდერის წარმომადგენელმა ბატონმა გახარია. არანაირი საფუძველი, რაც მან ისაუბრა, სამწუხაროდ ძალიან მალევე გაირკვა, რომ არ ქონია. ანუ ადამიანი საუბრობდა, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ამას მოგცემთ. და ვიღაცებს ეთყობა ქონდათ განცდა ხელისუფლებაში, რომ ნაწილს მაინც საზოგადოებისას დავაჯერებთ, რომ რეალურად ვეხმარებითო. მე ვფიქრობ, იმ ხალხზე იყო გათვლილი, რომ აი ტელევიზორს რომ სამზარეულოში რომ მიდიხარ, ჭურჭელი რომ მიგაქვს და ტელევიზორი ჩართულია. და ამ დროს რომ ლაპარაკობს გახარია და ყურს რომ მოკრავ, ბოლომდე რომ ვერ უსვენ. ის იფიქრებდა ალბათ, რომ რაღაცა დაიწყეს. ან ცალ-თვალით წაიკითხავდი საინფორმაციო სააგენტოზე, ხო რა? რეალურად საფუძველი არ ქონია და ეს ხო ეს საფუძველი არის ბიუჯეტი, ხახნო. ბიუჯეტი არ არის, სად არის ბიუჯეტი საგანგებო? არ არსებობს საგანგებო ბიუჯეტი. სად არის 3 მილიარდი და ნახევარი 3 მილიარდ 500 მილიონი ლარიო, სად არის 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი? არ არსებობს. არაფერი არ არსებობს. რა თქვენ გელაპარაკათ ანიწერეთელს და რა გიორგი გახარია ილაპარაკა? ერთი და იგივე იქნებოდა. არაფერი, ხახდო საგანგებო ბიუჯეტი ვერ შემოვაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. იმიტომ რომ არ აქვს თანხა საიდან ეკნება. დიახ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ მთავრობას დიახ, თქვენ როგორ გონიათ, ანუ რეალურად მთავრობას უჭირს ამ ყველაფრის ციფრებში გადატანა და ამიტომაც მოხდა თავის არიდება წინსწრებით ბიუჯეტის გეგმის წარდგენის, ანუ კრიზისის ბიუჯეტის, ხო? დავასრულებ, რომ არ გამიწყდეს აზრი, დიახაც. არა თუ უჭირს, ახლა შორს ვარ იმაზეც რომ ელემენტარული დაანგარიშება არ იციან და ეგ ვიღაცა ეკონომისტი არ ყავდა ასე, რა თქმა უნდა, არა, და არც იმაზეზე ვარ რომ პოლიტიკური სადმაზოხიზმით არის დაკავებულები და სიამოვნებთ, რომ ყველა აძაგებს, ხო? რაც უფრო დღე ვერ ვძნობ, რაც უფრო დრო გადის საათობრივად, ხალხი ასე თქვა, უკაყოფილება რბილად რომ თქვა, იზრდება და იზრდება, იმიტომ რომ მარტივად იტყვილებიან, ხო? მარტივად. არაფერი საერთო არ ქონდა, ბიუჯეტი პარლამენტში ვერ შემოვაქვთ, იმიტომ რომ თავი ვერ მოაბეს, ხო? თორე ეს რომ მათ შეეძლოთ, აქამდე ხო შემოიტანენ, ხო დაამტკიცებდნენ. ესე იგი გუში ჩაატარა ბრიფინგი მილიარდერის წარმომადგენელმა ბატონმა გახარიამ და ამის უკან არაფერი არ იდგა. ცარიელი სიტყვები, ბლა 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 ბლა. მორჩა გათავდა არაფერი. და ის რაც თქვა, იქაც იმდენი ტყვილი, ანუ რიტორიკის დონეზეც, ანუ ვოკალის დონეზეც იმდენი ტყვილი თქვა, რომ წარმოუდგენელი და ამიტომაც არ შემოვთ. ეხლა წარმოიდგინეთ ბიუჯეტი მატერიალური სახით რომ შემოიტანონ და მაგალითად რომან გოცირიძე რომ დაიკავოს 15 წუთში ხო იგი ამოიწერს, ამოიკითხავს, მიხვდებით ყველა რა ხდება. და რიტორიკის დონეზე წყვილები თქვა, როცა ვამბობ, რას გულისხმობ და გეტყვით, ახლა ერთი მაგალითით ან ორი, ერთით მაგალითად, როგორ საკმარისი იქნება. ბატონი გახარია მილიარდერის წარმომადგენელი საუბრობდა გუშინ თქვენს რეაქციად ყურადღება, რომ ქვეყანაში არის 840,000 თვითდასაქმებული. და თვითდასაქმებულებსო თავაზობთო ჩვენო 75 მილიონ ლარსო. და ამას გამოვყოთ რომ გეგმა არა, უბრალოდ სადღერძელო თქვა, ჭიქახაში არ ეჭირა უბრალოდ. 75 მილიონი ლარი ერთჯერადად 300 ლარით
840,000 ადამიანს. ჯერთვის გაურკვეველია, გაუგებარია 4-ჯერ ნაკლები დახმარება თვითდასაქმებელს, მაგალითად დურგალს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება აი ამ ხელობით ირჩენდა თაკუთარ თავსაც და ოჯახს და ეხლა ვერ ირჩენს და იმიტომ რომ კრიზისია, რატომ უნდა ქონდეს 4-ჯერ ნაკლები ასე დახმარება, ანუ რატომ უნდა მივცეთ 300 ლარი, თუ საერთოდ მიიღო, იმიტომ რომ ცნობას თხოვენ თვითდასაქმებელს და რანაირად თვითდასაქმებული ვიქნები, მე თუ ვიღაცამ ცნობა მომწოდა და ბეჭედი დამრეწა, მე რანაირად თვითდასაქმებული ვიქნები. ანუ ვიღაცა ბატონო ყოტეს პირობითად დურგალს ერთჯერადად 300 ლარი უნდა მივცე, ხო მე სახელმწიფო და ვამბობ რომ 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მივცემ, ვინც სამსახური დაკარგაო, მაგალითად რომელიღაცა ოფისის თანამშრომლს, ხო? ანუ იმას 1200 ლარიო საერთოდ რიტორიკის დონეზე არ დაგვაუვიცეთ რა, ძალიან დავას ხაზი გაუსვათ, იმიტომ არაფერი დატანილი არ არის ფურცელზე, შავი, თეთრი, არაფრად არ წერია. უბრალოდ რაც თქვა, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ ანალიზს. ანუ რატო მაგალითად ამ ბატონ დურგალს 300 ლარი და იმას 1200 ლარი ვერ ხსის, მაგრამ თავარი ნახეთ აი ამ ხელა ტყვილი, აი ესეთი უდიერი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან როგორ უნდა იკადრო, მაგრამ საკუთარი რეკორდი მოხსნა გუშინ ხელისუფლებამ ტყუილებში, ასეთი არ უკადრიათ, ჯერ არ უკადრებიათ საკუთარი თავისთვის არ უკადრებიათ ვაღიარებ და მით უმეტეს ხალხისთვის არ უკადრებიათ მიუხედავად იმისა, რომ საოცარი დაპირებები გაცეს, ხო 5 მილიონი სოფელს იქ უფასო ფული დაშენა ასე შემდეგ. ესეთი რამ არ უთქვია 3 მილიარდ 500 მილიონის ტყუილი არ უთქვა. გუშინ თქვეს ნიკა გასაგებია, თუ შეიძლება დავასრულებ. დავასრულებ, არ არის გასაგები, არ არის გასაგები, ძალიან ის თუ დავასრულებ, აი 75 მილიონია, ხო? 75 მილიონი ლარი საკმარისი არის მხოლოდ 240,000 თვითდასაქმებულისთვის. აი რო გადავიანგარიშოთ. 240,000 გავამრავლოთ 300 ლარზე არის 72 მილიონი ლარი. ხო? და 840,000 თვითდასაქმებულია, რო გავამრავლოთ 300 ლარზე ეს არის 252 მილიონი ლარი. ანუ გახარეს უნდა ითქვა 252 მილიონი მექნება იმ ბიუჯეტში და არა 75. კი არ თქვა პრეზენტაციას გვაჩვენა. აქაც ტყუილია. და შემთხვევით საერთოდ ეს პოლიტიკური რაღაცა მექანიზმი ხომ არ მოიფიქრეს და კორუფციისთვის, მოსყიდვებისთვის, წინასაარჩევნოდ, რაც ნუ მრავალ ნაცადი გეგმაა. ანუ თუ ვიღაცა არის თივას აზვინებდა სადღაც და ვერ დაგიმტკიცებთ რომ ის იყო თვითდასაქმებული ან ვენახში მუშაობდა, ხო როგორც ხდება, ხო ვიცით ახლა ამ ქვეყანაზე დავდივართ და თვითდასაქმებული რას ნიშნავს. შეთხობით ვიღაცა ხო არ დაუძახებს ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაციიდან, ხო არ ითქვის ვაჟა ბატონო მომბრძანდით თუ შეიძლება ან ესენი მივლენ იქით და ეთქვიან რომ იცით რა გასაგებია თქვენ ვერ ადასტურებთ რომ ვიყავით თვითდასაქმებული, მაგრამ მოდით მე თქვენ მაინც მოგცემთ 300 ლარს, მაგრამ მე იქნებ გამითვალისწინოთ წინასაარჩევნოდ. შეთხოთ ამიტომ ხომ არ არის. შეთხოთ კი არა, ამიტომაც აქვთ. ძალიან სამწუხარო ამას არჩევნებთან ხდება მთლიან პროცესის დაკავშირება. ნიკა გასაგებია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ბუნებრივია მე ვალდებულად ვთვლი რომ აი გითხრათ ის და კიდევ ერთხელ გავახმოვანო ის პოზიციები, რომელსაც ხელისუფლება აჟღერებს, რომ მაგალითად აი გახარია ამბობდა ეს რაღაცას, რომ სახელმწიფო გეხმარებათ, ანუ ადამიანებს მიმართავდა იმდენით, რისი შესაძლებლობაც რეალურად არის და ამავე კონტექსტში მან ილაპარაკა, რომ ოპოზიციას აქვსო პოპულიზმის ფუფუნებაო რეალურად, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არის ორიენტირებული აი კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში დახმარების და აი ხელის გაწვენის დაგეგმვაზეო. ითქვა ესეთი წინადადებაც. აი ამაზე რა არის თქვენი პასუხი? რამდენჯერად სიტყვა პოპულიზმს ახსენებს მილიარდერი წარმომადგენელი გახარია, იმდენჯერ შევახსენებ ფაქტს. პოპულიზმი რომ მაგალითად მდომოდა მე გახარიას ხარდაჭერას კი არ აღვხვამდი და კი არ ვეტყოდი რომ მაგალითად რელიგიური თაყვანილობები ყველგან აიგზავნოს მეთქი და ნუ გეშინია აგერ ვართ და ხარს გიჭერთ ამ საკითხში. ეს პოპულიზმი კი არ იყო, პირიქით პოლიტიკური ქულების დაკარგვის წყარო იყო ჩვეულებრივად. პოპულიზმი რო ყოფილიყო, ეროვნულ ბანკს კი არ მოთხოვდით ინტერვენციებს. პოპულიზმი რო გდომოდა. პოპულიზმი რა შუაშია, ხახდო? ელემენტარულად, რამდენი ხანია უკვე ეპიდემია ბძვინვარებს და თავი ბოლო ვერ გაუგეს, ხახდო? თავი ბოლო ვერ გაუგეს. პოპულიზმი რა შუაშია, როდესაც საგაზაფხულო ხლათესვა მიმდინარეობს, გლეხს ახლა სჭირდება, თუ სჭირდება დახმარება, რომ მიეხმარო შხამქიმიკატებით, მიეხმარო, არ ვიცი, სასუქით, პესტიციდებით, ბევრი სხვა რაღაცეებით, იმიტომ რომ ხვალდა ზეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვერ მოგიყვანს ის თუ ეხლა არ შეეხიდეთ, ეს ადამიანი უფულოდ დარჩა, სახიდან ვერ გამოდის. ანუ სასოფლო დასახლებებში
ცხოვრები ადამიანები არც უხსენებია გახარიას გუში 1,500,000 ცხოვრობს ასეთი დევნილი საერთოდ არ უხსენებია სტუდენტი საერთოდ არ უხსენებია ანუ რიტორიკის დონეზე ისე მომობეზრებოდ ვიმეორებ მაგრამ ვით შეხა შემოგვიერთდა მათთვის ანუ არაფერი არ წერია რაც თქვა ის 20,000-მდე ემიგრანტი რომელმაც ნემსის ყუნჩი გაყო თავი გამოძრნენ და რაღაცანაირად ჩამოაღწიეს საქართველოში შემოვიდნენ უსამსახუროდ დარჩნენ და მრავალი თვით თუ არა წლით დაკარგეს ალბათ ის სამსახურები საზოგადოებრივ ამ ადამიანებს რას ეუბნება გახა არაფერს არ ეუბნება მილიარდერი ბოლო ის ადამიანი სადაყავთ მილიარდერი ადამიანი ვისი ხელისუფლებაც არის და ვისი ადიუტანტებიც არიან მე არ ვარ შეურავს ყოფილი ეხლა მაგრამ 100-ია ფაქტის კონსტატაციას ვახდენ რა ესე თავრობა ხო არ არიან მინისტრები ხო არ არიან არიან ადიუტანტები დამხმარე პირები ადამიანის მილიარდერის ბოლო ფული მაინც ასესხოს კაცო მაისის ბოლომდე ვერ შემოვიტანო ბიუჯეტს რო გეუბნება ადამიანებს ნორმალურია მაისის ბოლომდე ბიუჯეტს დასაწყისად ვერ შემოვიტანო და ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრს ბიუჯეტი ხო დაუმტკიცეს და ეს ვაჟბატონი წელმოღერებული რო დადის რატო კაციშვილმა არ იცის რა წაიკითხა ასეთი რომ ზევიდან ვიყურებს ყველას ხო 600,000 ლარის მაჯი საათებს ყიდულობს ხო ხომ ნახეთ თქვენს ეთერშიც იყო თქვენს ტელეკომპანიამაც გააშუქა 600,000 ლარის ღირებულების მაჯი საათს ყიდულობს გაგანია კრიზისი მძვინვარებს მშობელს შვილი ვეღარ მიყავს ექიმთან საჭმელი რაჭამონ არიციან განკარგვადი შემოსავალი კლებულობს სტრესი მატულობს დეპრესია იწევს და იწევს ზემოთ და ამ დროს ეს არანორმალური ასე თქვა მაღალ ჩინოსანი პოლიტიკურად ხო იმდენად გათავხედებულია რომ 600,000 ლარს ხარჯავს მაჯის საათებში ეს არ არის სიგიჟე და ნიკა არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ის რაც დღეს ვიხილეთ ყველა და თუ კი ვერ ვიხილეთ ჯერ ვნახავთ ცალკე მრავალი ასობით მილიონი ლარის მოპარვაში მხილებული რომელსაც ხელს ადენენ ბატონი ფარცხალაძე ცალკე ბოტასების არ ხო ადამიანი დღეს აი კომენდანტის საათია საგანგებო მდგომარეობარი აკრძალვები არის ასე თქვა ეშხში შესული ხო 3,000 ლარს გამოგიწერენ ეგრევე თუ გახვედი ხო გარეთ და მანქანაზე ავტოსატარში ჩვენ შევთავაზეთ მაყურებელს ეს კადრები სადაც ოთარ ფარცხალაძე იყო და ფარცხალაძე გვერდით მომждარი ყავს ვიღაცა ზმაკაცის ზონდერი და შუა გულ რუსთაველის გამზირზე გადაადგილდება მე ხა გეკითხებით და ვეკითხები საზოგადოებას ვინ არის პასუხისმგებელი რა ხდება სად მიდიოდა ბატონი ფარცხალაძე ვიღაცა მორიგი მინისტრმა გადაყავდა სარდაფში არ ვიცი რაღაცა ბიზნეს გარჩევები უნდა ეწარმოებია ან ქურდული გარჩევების თანამონაწილე უნდა ყოფილიყო თუ არა რა საქმეზე მიდიოდა საერთოდ ვინ არის ფარცხალაძე რომ რაღაცა 200,000 დოლარის ღირებულების მანქანით გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროს როდესაც ვერავინ თქვის გარეთ ვერ ყოფს ხო აი ესე უდიერად და დემონსტრაციულად ექცევა საკუთარ მოსახლეობას ეს არ უნდა შერჩეს ხახნო და წელს დიახაც წლის ბოლოს სხვა საშვი უნდა გამოუწეროს ხალხმა და გამოუწერს აუცილებლად ფარცხალაძეებს ხახნო ეს არის თუმცა რა გვიკვირს მაპატიეთ გამახსენდა ეხა და ტყუილად ვაკეთებ ზედმეტ აქცენტს ეხა ფარცხალაძეზე კაცმა რომელმაც ქვეყნის სადავეები ხელ ჩაიბარა საერთოდ ცეკვავდა რა ქვია გუშინ წინ და ეხა ფარცხალაძემ რო იაროს რა გვიკვირს გასაგებია ქართულ ოცნებაში მე მგონი გამოჩნდნენ ადამიანები დავასრულე თუ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები დაასრულე თუ შეიძლება და ასევე უნდა კითხო სააკაშვილთან დაკავშირებითაც ეს არის ჩემი შემდეგი კითხვა რომ შევაჯამოთ თუ შეიძლება ამ თემაზე ქართულ ოცნებაში მე მგონი არ ვარ ცინიკური და არ სარკასტული მართლა დაიჯერეს მე მგონი ქართულ ოცნებაში რომ ბიზინა ივანიშვილი არის ანგელოზი ანუ ანგელოზი ის დედამიწაზე არ დადის სადღაც ზევით არის ცაშია დაიჯერეს ხო ნუ მაშინდ რა სოფოკილაძემ თქვა რომ მე რა როიცეკვა ახალისო ვიდეო იყო ვერ ხტებიან რა დროშა და კონტი აღქმა არ აქვს საერთოდ აი რა ხდება გარშემო მილიარდერის ხელისუფლების პირობებში ქართველი ხალხის დაარს და ვარავს ნაპირი აღარ აქვს არა აქვს და არც არასოდეს ექნება იმიტომ რომ არ აინტერესებთ მათ ხალხი და მილიარდერის ხელისუფლების პირობებში ეს სახელმწიფო არის იავარქმნილი დიახაც განადგურებული არის და არის აი ესეთი შუშის ფეხებზე დგას ქუჩაზე
ფარღაღალა არის სახელმწიფო, როდის წაიქცევა კაციშვილმა არ იცის. რატო? იმიტომ რომ ფარცხალაძეა დღეს სახელმწიფო. ფარცხალაძე, რომელიც არ ვიცი თბილისელ ვიღაცა უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მოკრიმინალო კრიმინალ შავებთან ასე თქვა ძმაკაცობს და ურთიერთობს რომლებიც თავისუფლ არიან ხელისუფლებასთან სუსტად დაკავშირებულები. ამათი არის ეს ქალაქი და ამათი არის 2020 წელს მომავალი ჩვენი შვილების და თქვენი შვილების საზოგადოება. სადა ხართ ის ხალხი, აი სად არიან ხოლმე აღარ მახსოვს ქართული ოცნების აგიტაცია პროპაგანდას რო ეწევენ ისტორიკოსები რო არის გვარად არ მახსოვს ხშირად რო გამოდის ბატონი რო ქართულსა რატო არავინ არ გამოდიხართ ხახტო თუ ობიექტური ხალხი ხართ როდესაც აკრიტიკებთ ოპოზიციას როდესაც აკრიტიკებთ არ ვიცი მე მიხეილ სააკაშვილს იმას ამას ხო სადა ხართ ეხა სახში რო ხართ გამოკეტილი და ფარცხალაძე რო გარეთ სეირნობს ხმას რატო არიგეთ შეფხვევით რა ყველანი არ იქნებით გარეთ დარწმუნებული ვარ თუ გინდათ რომ იყოთ ობიექტურები სიმართლეს უნდა დაარქვათ სიმართლე და ყველაფერს სჭირდება თავისი სახელდება ანუ სავის სახელი უნდა დაარქვათ ვერ გავიხსენე იმ კაცის ისტორიკოსი რა გვარია სათვალებიანი ბატონი როა ხშირად რო ჩანს ხოლმე ერთადერთი შემორჩა ხო სად არის ეს ბატონი რატო არ გამოდის და აღშფოთებას რატო არ გამოთქვამს იმიტომ რომ არიან თავი და ბოლომდე მიკერძოებულები რა გაუკეთა წარმოვიდგინეთ ეხლა ვიღას ვენდოთ აღარ ვიცი კაცო ქალბატონი მარინე ეზუგბაიას დობა ეხლა შეიძლება დღეიდან ეს რა თქვა ქალბატონო შეგვაგინა თავზე გადაგვაყარა და შემოგვაყარა ნაცარია თქვა რომ ესო რაღაცა რომ გაიზარდაო დაიფიცირებულთა რაოდენობაო იმიტომ ტესტირება ჩავატარეთო და მე აღარ ჩავატარებთო ეს ნორმალურია ხა გასაგებია ბატონო გესმით ჩემი ხმა აუცილებლად მინდა გითხოთ ვიდრე დაგემშვიდობებით ნიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ანუ თუ შეიძლება რომ გვიპასუხეთ მოკლედ რადგან უნდა გადავიდეთ შემდეგ სტუმართან არის თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული ეს ახალი შესაძლებლობა რომელიც ნახავთ მივა თუ არა ბოლომდე ქართული ოცნების ახალი თავის ტკივილი როგორ გონიათ ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის იცით რა მოდით გადავახდეთ მრავალ 10 წელს და იქიდან შევხედოთ რეტროსპექტივაში დავინახოთ მოიცადო საქართველოს ხო ეს დეტალები ეს ფარცხალაძემ ეს გააკეთა ის ყველაფერი აღარ დაამახსოვრდება ისტორიას არ შემორჩება თავარი ამბავი მესმის რომ ეხა პოლიტიკური ოპონენტები ვართ აშენ მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ქართულ ოცნებას გულის ხომ უნდა გიხაროდეს რომ ქართულ პოლიტიკის წიაღში გააზრდილი და აღმოცენებული პოლიტიკოსი აღწევს ამხელა წარმატებას და შენს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე 50 მილიონიან სახელმწიფოში ინიშნება ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე და უბრალოდ თანამდებობა კი არა კარდ ბლანში ეძლევა ამ ადამიანს რომ ძალიან საინტერესო ტკინვეული და საჭირო რეფორმები გაატაროს და იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი იქნება წარმატებული და უკრაინა იქნება წარმატებული სახელმწიფოც იქნება წარმატებული საქართველოს სადაც მეც ვცხოვრობ თქვენც ვცხოვრობთ და კობახიძეც ვცხოვრობს და ფარცხალაძეც ცხოვრობს ბოლო-ბოლო. ხო? ანუ წარმოუდგენელია, რატომ არ უნდა გიხაროდეს? ეს არის დაახლოებით იმ მასშტაბის წარმატება, ჩვენ რო ეხლა სპორტსმენები ვიყოთ და თქვენ რომ მადრიდის რეალის გუნდმა აგიყვანოთ თავარ გამთამაშებად 10 ნომრად. ამეთ ხო ყველა იამაყებს. იგივე რამ ხდება ქართული პოლიტიკისთვის, ანუ მიხეილ სააკაშვილი ადამიანი რომელიც იყო პრეზიდენტი აკაიდგა ფეხი ქართული პოლიტიკა აკეთა მე მჯერა რომ მოვადრო კიდევ გააკეთებს ხო ახლა უზარმაზარ საქმეს ეჭიდება და წარმატების შემთხვევაში ხო მოგწონს არ მოგწონს შენ ციხეირებ ამით იმიტომ რომ ის თუ ეკონომიკურად იქნება ასე თქვა წელში გამართული შეუძლებელია საქართველოს ოდნავ უფრო არ მოისუნთქოს შვებით თანაც ორივე სახელმწიფო ვართ ღიად დაპირისპირებული რუსეთის ფედერაციასთან, ხო? და ორივე ძლიერ მდგომარეობაში მყოფები თუ იქნებით საქართველოს და უკრაინას, იქნება უსუსური ის თულად გაწყობილი სახელმწიფო და შესაბამისად ეს ინტერესიც დევს ამაში. ამიტომ რა გითხრათ ეხა არ ავაკეთე შეჯამება არის ძალიან რა შევაჯამო მე ეხა ისე მიდის საქმე
რომ ექიმებს მაინც მოდით რა შეეშვით რა ქართულოცებას მიმართა თუ შეიძლება შეეშვით რა ბატონ ცერცვაძე ეზუგბაიას და შემდეგ მე მაქვს ერთი წუთი ნიკა უნდა დავასრულოთ უფრო მოკლედ თუ შეგიძლია რომ გითხრა უნდა გადავიდეთ შემდეგ სტუმართან ამბავი მიდე და ჩემს სათქმეს ამით ვიტყვი რა როდესაც ტაში დაუკრეს ექიმებს მე ამ ტაშის დავწერე ამ ტაშმა გამახსენდა ერთი ამბავი და არ მინდა იგივე დაემართოთ აი ამ ექიმებს რა რამდენიმე გულისხმობ რომლებიც ახმოვანებენ უკვე ხელისუფლების გზავნილებს. რეზდო ჩელებაძე ფეხბურთელი იყო და ძალიან ასე თქვათ არაჩვეულებრივად უტყოდა 11 მეტრიანი დარტყმებს. სასტატო პენალტისტი იყო. და ერთ შვენიერ დღეს თამაშის მიმდინარეობისას დაინიშნა 11 მეტრიანი დარტყმა და გაემართა 11 მეტრიანი ნიშნულისკენ რეზო ჩელებაძე და მთელი სტადიონის სკანდირებს ჩელე მივიდა დადო ბურთი გამოირბინა და არტყა და ვერ გაიტანა. და ზუსტად 23-ში ის ხალხი, ვინც სკანდირებდა ჩელე, აგინებდა ჩელე, შენი ესო. ამიტომ ქართულ ხალხს ეს ნაკლი არის უბრალოდ ემოციური სტაბილურობასთან მიმართებაში უკეთესეს იმედს ვტოვებთ. ამიტომ ძალიან თქო ძვირფასო ექიმებო, თუ კი მისმენთ, ბატონ ცერცვაძეს, ბატონ ეზუგბაიას მიმართოთ, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ხარეებს შორის კი არ იდგეთ, ყველასი ექიმები ხართ, ხახტო და ბანაკებად კი არ უნდა დაყოთ. მე რა გახარიესთან გიწევთ 24 საათის განმავლობაში ურთიერთობა მათ კი არ უნდა დაემსგავსოთ ხახტო ხან ვეუბნები 4000 სასუქი აპარატია ხან 2000 ხან 700 რომელი ერთია ბოლო და დღეს რაც თქვა ქალბატონმა ეზუგბაია ბოდიშის არ უნდა მოიხადოს კაცო ტესტირება არ რო გავაკეთეთ იმიტომ გაიზარდა რაოდენობა და აღარ გავაკეთებთ ეს ნორმალურია მე არ ვიცი შეიძლება მე ხო არ გავგიჟდი მე მგონი არა ჯერ დიდი მადლობა ნიკა ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით